დღეს 9 აპრილია. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე. თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მარცხის ან ძალადობის დღე. სწორედ 9 აპრილს გარდაიქმნა ეროვნული მოძრაობა საყოველთაო წინააღმდეგობის ტალღად და საბჭოთა რეჟიმი ერთმნიშვნელოვნად იქცა სიძულვილის ობიექტად. 9 აპრილი არის ტრაგედია, რომელსაც თან დაერთო სახელმწიფოებრივი აზროვნების დაბადება. ყოველივე ამან კი ზუსტად 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს მოგვიტანა ნანატრი დამოუკიდებლობა, რაზეც ღირსების სასამართლოს სხვა ეპიზოდებში აუცილებლად ვისაუბრებ. თუმცა მოდი დღეს ვისაუბროთ 9 აპრილის ღამეზე, სისხლიანი დარბევის დეტალებსა და მის შედეგებზე. მრავალდღიანმა საპროტესტო აქციებმა პიკს 8 აპრილს მიაღწია, როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც ღირსების სასამართლოს წინა ეპიზოდში ვახსენე, აქციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. აგრეთვე უკმაყოფილების გამოხატვა აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც სულ უფრო მკვეთრად იზრდებოდა ეთნიკური დაძაბულობა. აქციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ ეროვნული მოძრაობის ცნობილი ლიდერები. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია და სხვა საზოგადო მოღვაწეები. მათ მოწოდებით მიმართეს მოსახლეობას, რომ შეერთებოდნენ მთავრობის სახლის წინ გამართულ უწყვეტ მშვიდობიან აქციას, რომელიც უკვე გადაიქცა არა მხოლოდ პროტესტად, არამედ ერთგვარ ეროვნულ შეკრებად. 8 აპრილს დღის განმავლობაში აქტივობამ პიკს მიაღწია. გარდა ამისა, გავრცელდა ხმები, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზად იყო აღნიშნული დემონსტრაცია ძალადობრივი მეთოდებით ჩაეხშო. ოპოზიციურმა ლიდერებმა შეიტყვეს, რომ თბილისში უკვე შეიყვანეს საბჭოთა ჯარის ნაწილები, მათ შორის შინაგანი ჯარები და სპეცრაზმი. მიუხედავად საფრთხისა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი არ იშლებოდა. გვიან ღამით იქ შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, უფროსი ასაკის მოქალაქეები, დედები, ბავშვები, სასულიერო პირები. იმ საღამოს რუსთაველის გამზირზე ისმოდა ლოცვები, ეროვნული ლოზუნგები და მოწოდებები არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ. საზოგადოებაში გაიზარდა მოლოდინი, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდებოდა. მოძრაობის ლიდერებმა ღამის განმავლობაში გააკეთეს განცხადებები, რომ დემონსტრანტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ძალადობრივი პროვოკაციების ალბათობა მაღალი იყო. ისინი ცდილობდნენ გაითვალისწინებინათ წინა დღეებში გორბაჩოვის მთავრობის მიერ ნათქვამი ფრაზები წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით და მართლაც ისინი ელოდებოდნენ საფრთხეს. მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა შემოსულიყო საბჭოთა ჯარი და ჩაეხშო მშვიდობიანი აქცია. საღამოს დაახლოებით 11 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ თბილისის შემოგარენში. მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები არ შლიდნენ აქციას. ზოგს ეგონა, რომ საბჭოთა ჯარი ქართულ ხალხს არ დაესხმებოდა თავს. ზოგი კი მიიჩნევდა, რომ ეს უბრალო აქციის დაშლის მცდელობა იქნებოდა და საბოლოო ჯამში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ამ ამბავს შეიძლებოდა მსხვერპლი მოყოლოდა. დადგა 9 აპრილიც. დაახლოებით ღამის 3 საათზე მომიტინგეთა წინაშე გამოვიდა ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი გვენცაძე და შეკრებილებს მოუწოდა დაშლილიყვნენ, ვიდრე ჯარი გამოიყენებდა ძალას. მისი სიტყვებით, მომიტინგეებმა მას არ მისცეს უფლება გამოსულიყო მიკროფონით და მათთვის მიემართა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ესარგებლა მეგაფონით. საბჭოთა მთავრობა საგონებელში იყო ჩავარდნილი. საბოლოოდ მათ მიიღეს გადაწყვეტილება თხოვნით მიემართათ პატრიარქისთვის, რათა მისი ლოცვა კურთხევით დაშლილიყო მიტინგი. ამისათვის მათ საქართველოს პატრიარქთან ცნობილი სპორტსმენი და ამავე დროს პოლიციელი მერაბ ღუდუშაური გააგზავნეს. ღამის 4-ის ნახევარზე მიტინგის დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც მოუწოდა მომიტინგეებს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გადაენაცვლათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში. მე მოვედი იმისათვის, რომ დაგლოცოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას. მთელი საქართველო ხედავს თქვენს ღვაწლს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ
რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, დემონსტრანტები წინააღმდეგი იყვნენ აქციის დაშლისა. ილია მეორეც ცდილობდა დაერწმუნებინა დემონსტრაციის ლიდერები, რომ საფრთხე რეალური იყო. გადაწყდა, რომ არავინ მიდიოდა იქიდან. დარჩებით ჩვენთან კითხეს პატრიარქს. საპასუხოდ მისგან დუმილი მიიღეს. არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. მთელი ერი არის ერთი სურვილით დამთავრებული. სიწყნარე, ძალიან თხოვთ სიწყნარე იყოს. ეს სიწყნარე კი არის, ეს არის დუმილი, გაიგეთ ხალხო. ხალხმა ერთხმაც წაიკითხა მამაო ჩვენო, რის შემდეგაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი წერეთელმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ დაშლილიყვნენ, არ გაეწიათ წინააღმდეგობა საბჭოთა ჯარისკაცებისთვის, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და გარდა ამისა, მან ურჩია აქციის მონაწილეებს დაბლა დამსხდარიყვნენ, რადგან მისი აზრით დაბლა დამსხდარ აქციის დემონსტრანტებს საბჭოთა რეჟიმის ჯარისკაცები ხელით არ შეეხებოდნენ და არ დაარტყამდნენ. ბევრი მართლაც დაჯდა მცავრობის სახლის კიბეებთან და წერეთლის მიმართვა დაახლოებით 4 საათზე დასრულდა და ზუსტად ღამის 4 საათზე გენერალ პოლკოვნიკმა როდიონოვმა ბრძანა ძალის გამოყენებით მომიტინგეთა დაშლა. ლენინის დღევანდელი თავისუფლების მოედნიდან ტყვია გაუმტარი ჯავშანტრანსპორტიორები დაიძრნენ და უკან მათ მოყვებოდნენ ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. ღამის 5:05 წუთზე რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის სახლთან 4 ჯავშანტექნიკა გამოჩნდა ამავდროულად უამრავი ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცრაზმელი. ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი, ზოგმა მთავრობის სახლის წინ გადაწყვიტეს დარჩენა, ზოგმა კი გადაინაცვლა მხატვრის სახლისა და ქაშვეთის ტაძრის მხარეს. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა საჯარისო ერთეულებისა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფების მიერ. დემონსტრანტების მიერ აღმართული ბარიკადები ტანკებმა გასრისეს და ტრანშეების ამოსათხრელი გალესილი ნიჩბებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზის შემცველი ბალონებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დემონსტრანტების რიგებში შეაღწიეს და მჭიდრო წრე შემოხაზეს ახალგაზრდა მოშიმშილეების გარშემო. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი.
ხოლო მიღებული ტრავმის შემდეგ 11 აპრილს ავადმყოფოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 13 აპრილს გარდაიცვალა 1 ადამიანი, ასევე 17 აპრილს კიდევ 1 ადამიანი და 9 აპრილის ტრაგედიის ბოლო 21 მსხვერპლი ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. იგი გარდაიცვალა 12 მაისს საავადმყოფოში. ტრაგედიიდან მეორე დღეს 10 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას ალყა შემოარტყეს საბჭოთა ჯარისკაცებმა. ამ შენობაში თავი მოეყარა ეროვნულ-პატრიოტული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს. ისინი იყვნენ შეკრებილები და მსჯელობდნენ 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის შედეგებზე. საბოლოო ჯამში ამ დღეს იყო დაპირისპირება, შეხლა შემოხლა. საბჭოთა ჯარისკაცები შეიჭრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, თუმცა მას მსხვერპლი და სისხლი არ მოჰყოლია ამ შეჭრას, რადგან უნივერსიტეტის ჯგუფის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ჩაერევნენ ამ საქმეში და მაქსიმალურად იქნა აღკვეთილი პროვოკაციული ქმედებები. რა მოხდა ამ დღეების შემდეგ და როგორ განვითარდა დარბევის გამოძიება? დარბევის შემდეგ კრემლმა ტრაგედია ახსნა ჭყლეტვით გამოწვეული ასფიქსიით და დაღუპულთა რიცხვად დაასახელა 16 ადამიანი. ოფიციალურ განცხადებებში უარყოფილი იყო ყველანაირი ინფორმაცია ძალადობის შესახებ. პროპაგანდისტული მედიაც იგივე საუბრობდა, რომ საბჭოთა ჯარისკაცები ზრუნავდნენ აქციის დემონსტრანტებზე, ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად გაერიდებინათ ტერიტორიიდან, თუმცა ეს ხალხი ჭყლეტვაში მოყვა და ამის შედეგად გარდაიცვალნენ. საზოგადოებამ ეს ვერსია მალევე უარყო და მიხვდნენ, რომ აბსურდული იყო, თუმცა ობიექტურობისთვის ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე საქართველოში პრორუსულად განწყობილი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც კი იჯერებენ კრემლის ამ მოგონილ ვერსიას. 9 აპრილს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მომხდარში დაადანაშაულა აქციის ორგანიზატორები და ასევე შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელთა საბჭოს თავმჯდომარეთაც დაასახელეს ვინმე ჩხეიძე. საზოგადოებამ აღნიშნული კომისიის ობიექტურობა თავიდანვე ეჭქვეშ დააყენა, რადგან ამ კომისიის წევრები ძირითადად იყვნენ მთავრობასთან დაახლოებული ხალხი და მოითხოვეს, რომ ეს კომისია სხვა საგამოძიებო კომისიით შეცვლილიყო. სწორედ ამიტომ საბჭოთა მთავრობამ შექმნა საერთოდ ახალი საგამოძიებო კომისია, რომელიც შედარებით უფრო დიდი სანდოობით სარგებლობდა ხალხის თვალში და ამ კომისიის წევრები იყვნენ ცნობილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, დეპუტატები და საზოგადოებრივი ფიგურები. საინტერესოა სამედიცინო კომისიის მიგნებებიც. ტრაგედიის ღამით გამოყენებული მომწავნელი გაზის ზუსტი ტიპი არავინ იცოდა, თუმცა კომისიამ დაადგინა, რომ იყო ორი ტიპის გაზი გამოყენებული, ერთი ეს იყო ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი და მეორე ნეიროპარალიტიკური ნივთიერება, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცრემლსადენი გაზის დოზა რამდენჯერმე აღემატებოდა დასაშვებ ნორმას, რაც შედეგებს უფრო აუარესებდა. საქართველოს უმაღლესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასუხისმგებლობა დააკისრა საბჭოთა თავდაცვის მინისტრს, უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, აგრეთვე საბჭოთა და ქართულ პარტიულ ხელმძღვანელობას. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ შექმნა კომისია ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებისა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე. არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებლელი პირები. აქედან გამომდინარე, თავამად შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილის ტრაგედია დღემდე გამოუძიებელი დარჩა. რა შედეგი მოიტანა 1989 წლის ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა?
ამ დღემ მთელ მსოფლიოს დაანახა საბჭოთა იმპერიალიზმის სახე. საზოგადოებაში განახლებულმა პროტესტმა რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება რეჟიმისადმი. შიში სწრაფად გადაიზარდა ბრძოლის სურვილსა და საბჭოთა მთავრობის სიძულვილში. დაღუპულები გმირებად იქცნენ, ხოლო 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიის დღედ გამოცხადდა. ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენებმა ახალი ძალა მისცა დამოუკიდებლობისკენ მიმართულ მოძრაობას. ზმარო და დანო საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ განჯვასა და ბაებაში ამ სისხლისგვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი დის წინაშე